მასშტაბური ხანძარი ქუთაისში ცეცხლი გუგუნავას ქუჩაზე ერთ-ერთ საწარმოს გაუჩნდა, სადაც ასევე სენდვიჩის პანელებისა და მეტალოპლასმასის საწყობი იყო. ცეცხლი და დაკვამლიანება იმდენად ძლიერი იყო, რომ ხანძრის კერა ქალაქის თითქმის ყველა უბნიდან ჩანდა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო სამაშველო ბრიგადები, მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქუთაისის სახანძრო ბრიგადებს ცეცხლის ქრობაში ასევე ეხმარებოდნენ თერჯოლის, წყალტუბოსა და ხონის ბრიგადები. ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. რადგან ახლოში არ გვიშვი იწვისო ქარხანაა, რაღაც სენდვიჩების ქარხანაა. დაშავებული ხომ არ არის? არავინ. სახანძრო მალევე მოვიდა? მე ახლა მოვიდა სახანძრო იმდენია, იქნება მთელი დასავლეთ საქართველოს სახანძრო იქ. მიზეზი ხომ არ იცით? არ ვიცი, არა. ახლოს არ უშობენ იმ ალებადიო და შეიძლება დაზარალდეს და ახლოს არავის არ უშობს პოლიცია. საათი ნახევარი მაინც იქნება. საათი უმცირეს. ეგერ ვიჯექი ყვამლი რომ ამევიდა და ის მერე არ ვიცი.